კუბა. ქვეყანა, სადაც დრო თითქოს გაჩერებულია. სადაც მიუხედავად უკიდურესი სიღარიბისა ხალხი საოცრად ლაღი და ბედნიერია. Even the problem we can smile. ეს ჰავანა ამ ქვეყნის დედაქალაქი. ალბათ არ არსებობს სხვა ქალაქი დედამიწაზე, რომელიც ასე ძალიან მოიხდენდა ხმაურსა და ქაოსს. ესაა უღარიბესი და ამავდროულად უფერადესი ქალაქი. ვინტაჟური ფერადი მანქანები ყველა კუთხე კუნძულში გვხვდება და თავს ფილმის გადასაღებ მოედანზე გაგზნობინებს. გადასაღები მოედანია მთელი ჰავანა. ულამაზესია რა. დღეს ამ ვიდეოში 21 საუკუნიდან მე-20-ში გადავინაცვლებთ და დროში ვიმოგზაურებთ. მაშასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კუბაზე. დღეიდან ჩემი არხის გენერალური სპონსორი იქნება ასლა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი კონტენტი იქნება კიდევ უფრო საინტერესო და კიდევ უფრო სანახაობრივი. დაიწყება ჩვენი მოგზაურობა, მეგობრებო, საიდან თუ არა, თბილისის აეროპორტიდან და დღეს განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ გვაქვს ჯგუფური ტური. ჩემი ტურისტული კომპანიის პირველი ჯგუფური ტური, რომელიც შედგება არც მეტი არც ნაკლები კუბაზე. მე მგონი შიგნით არიან უკვე ჯგუფის წევრები, წავიდეთ ახლა გავიცნოთ და გავიმგზავროთ კუბაზე. Let's go! ჩამოვფრინდით სტამბულის აეროპორტში, 3 საათი გვაქვს გადაჯდომა. სანამ ჩასხდომა დაიწყება, ჩემი ახალი ჩემოდანი უნდა გაგაცნოთ, მეგობრებო, რომელიც ესე გამოიყურება. თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი ჩემოდანი და განახებთ ახლა რატომ. ამას ესე ჩავწევთ, წყაბ ესე გამოდის, ამას ესე ამოვწევთ და ჩვენი ჩემოდანი გადაიქცა ტრანსპორტად. სანამ გავტესტავთ ახლა ამ ტრანსპორტს, მოდი გაჩვენებთ სათავსოს. აქ გვაქვს ლეპტოპის ჩასადები. ახლა ამას ნუ ამომალაგებინებთ, აქ რაღაცები მიდევს რა, ესეთი მშვენიერი კომპაქტური სათავსო აქვს. 120 კილოგრამს უძლებს, მეგობრებო, ჩვენი ტრანსპორტი. აი ესე ჯდები და წავედით. Дорога. გავცი ჩემოდნი შეძენა, შეგიძლიათ საქართველოში Airville Georgia არის ესეთი კომპანია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ასეთი ან უფრო დიდი, ან უფრო პატარა ჩემოდნები. ამონაცდება ამ კომპანიის Instagram გვერდი. შეგიძლიათ ესტუმროთ ქავთარაძის City Mall-ში აქვს ფილიალი 0 სართულზე. შენ კი არ უნდა ატარო ჩემოდანი. აქეთ უნდა გატაროს ჩემოდანმა. მოკლედ წავედით ახლა კუბაზე. გადავუფრინეთ ოკეანეს და 12 საათიანი უწყვეტი ფრენის შემდეგ კუბის დედაქალაქ ჰავანას აეროპორტში დავაშვით. ჩამოვედით, მეგობრებო, ჰავანას აეროპორტში ვარ და ეხლა წავალთ სასტუმროსკენ. ესე ჩვენი ავტობუსი, მეგობრებო. მოგესალმებით მზიან ჰავანაში, მეგობრებო, ჩამოვახციეთ ამ ხელა ფრენის შემდეგ. შემდეგი 9 დღის განმავლობაში ზუსტად მსგავსი პოზიტიური განწყობით ეცდებით, რომ ჩავატაროთ ეს ტური. მოვედით, მეგობრებო, როგორც ხედავთ სასტუმროში, ეხლა ვლაგდებით და ეს სასტუმრო არ არის ჩვეულებრივი სასტუმრო. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო მთელს კუბაზე. ჰავანას გულში, მალეკონის სანაპიროზე დგას კუბის სიმბოლო, სასტუმრო ნაციონალ დე კუბა, რომელიც 1920 წელს აშენდა. ეს არ არის მხოლოდ სასტუმრო, ეს გახლავთ ისტორიის ცოცხალი მუზეუმი. უამრავ გამოჩენილ ადამიანს უყვარდა აქაურობა, მაგალითად ფრანკ სინატრას, ან თუნდაც იუსტონ ჩერჩილს. დღეისათვის სასტუმრო 1 წლის განმავლობაში 200,000-მდე ტურისტს მასპინძლობს. რა თქმა უნდა, ჩვენ საუკეთესო სასტუმრო შევარჩიეთ ჩვენი ჯგუფისთვის. მოახედეთ ძმა კამერა. აგერ ზღვისპირზეა ეს სასტუმრო და არის ულამაზესი. ამ წამს შემოვედით და ჯერჯერობით ყველაფერი არის ძალიან ლამაზი, ძალიან მომწონს, ძალიან ბედნიერი ვარ
და იმედი ასე გაგრძელდება ასეთი ხალისით ეს მთელი ტური. მომწეს უკვე ნომერი და მოყვა ესეთი ვაუჩერი, რომელიც შეგიძლია გადასვალო აქ ბარში სასმელში. აბა ვნახოთ როგორი ნომერი გვაქვს ჰავანაში. აი ესე გამოიყურება, საკმაოდ დიდი სივრცეა. ესეთი აბაზანა. ძველი სასტუმროა, თუმცა საკმაოდ სუფთა და მოწესრიგებული. ზღვის ხედი მაქვს. აივანი არ აქვს, მაგრამ ზღვის ხედი გვაქვს და ეგეც კარგია. საერთო ჯამში მშვენიერი სასტუმროა, ვინტაჟური და ძალიან მომწონს. ეგ არის, ახლა კი შევუდგეთ ჰავანას აღმოჩენას. ჰავანა კუბის დედაქალაქია, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 20%, ანუ დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად უამრავი ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევისა, ჰავანელები თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. ქალაქი ძალიან შორსაა თანამედროვე სტანდარტებისგან. აქ თითქოს დრო გაჩერებულია და მიუხედავად სხვა პრობლემებისა, მაინც საოცრად ჯადოსნური და მიმზიდველია ყველა კუთხე კუნჭული. ვიწყებთ ჰავანას აღმოჩენას. დღეს გვექნება ქალაქის ტური, ანუ ქალაქის საინტერესო ადგილებს ნახავთ, ღირსშესანიშნაობებს ნახავთ და მთელი ჯგუფი აგერ ველოდებით ახლა ჩვენს ავტობუსს და მოვივლით მოკლედ დღეს ჰავანას. დღეს ესეთი ცოტა მსუბუქი დღე გვაქვს და შემეცნებითი მოვივლით ქალაქის მთავარ ქუჩებს, ცენტრალურ ნაწილში, ძირითად ქუჩებს და ვნახავთ ძირითად სანახაობებს. უკან ჩვენი გიდი გვიყვება გარკვეულ ისტორიებს. მოვიარეთ ქალაქის ტურისტულად ყველაზე დატვირთული ქუჩები. გიდი საგულდაგულოდ გვიყვებოდა ამა თუ იმ ადგილის შესახებ ისტორიებს. ამ ქალაქში ყველა რაღაცას გთავაზობს. ყველა ცდილობს რაიმე მოკყიდოს და ამით მცირედი თანხა გამოიმუშაოს. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდნენ ადგილობრივები სხვადასხვა შეთავაზებებით. 34,000 პესო, კუბური პესო გამოვიდა $100 და ესე ქუჩაში ხდება გადახურდავება, იმიტომ რომ ბანკში ან სადმე ოფიციალურად რო გადაახურდაო, ამის ნახევარს მოგცემენ რა. ამიტომ ესე ქუჩაში ვახურდავებთ. $100-ით უკვე მდიდარი ხარ კუბაზე. No, thank you. ანუ რო დადიხარ ქუჩაში? No, thank you. ხო კაი თავაზობს. ანუ ქუჩაში რო დადიხარ, ყველა რაღაცას გთავაზობს რა. სიგარა, ნარკოტიკი და ძირითადად მოდიან ისენი, რა ქვია, დამკვრელები, მომღერლები, გიმღერიან და მერე რა თქმა უნდა ფულს გთხოვენ მაგაში. ანუ შენ არ გეკითხებიან, გინდა თუ არა ამ სიმღერის მოსმენა. ვეჭველი უნდა გადავხადო, აგე? მოვიდა გიტარით ჩვენი ძმა. აბა, დავიდა. აი, ეხა მე უნდა გადავიხადო ამაში, რა თქმა უნდა. აი, ხალხი ხარ, შემოგივლი. For you. აი, ეს ხდება მეგობრებო კუბაზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კუბაზე პარაცეტამოლი და სხვა ძირითადი მედიკამენტები რთულად ხელმისაწვდომია. ამიტომ ამ კონკრეტულ მედიკამენტს აქ ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ჯგუფის წევრებს წამოღებული ჰქონდათ საკმაოდ დიდი რაოდენობით და ადგილობრივებს ურიგებდნენ გზადაგზად. პარაცეტამოლი აქ ძალიან ხოჩია, იმიტომ რომ არ იყიდება და ვარიგებთ პარაცეტამოლებს ესე. რა კაცია. პარაცეტამოლი ფასობს მეგობრებო ამ ქვეყანაში. ასეც ეკვა-ცეკვით და სიმღერით მოვიარეთ ქალაქის ისტორიული ქუჩები და გადავინაცვლეთ ფერადი მანქანების სანახავად. ეხლა მოვედით ქალაქის მთავარ მოედანზე, სადაც ეს ფერადი მანქანები შეგიძლია იქირაო, ანუ უამრავია რა, ჯერ ხო ქალაქში ძალიან ბევრია. მე აქაც რომ მოდიხარ არის თითქმის ყველანაირი ფერი და რომელ ფერსაც გინდა იქირავებ. აგიყვანენ ქალაქის ყველაზე ტურისტულ და ნახვად ადგილებზე. დააყენებენ ამ მანქანას, გადაიღებ ფოტოებს, ვიდეოებს და მოკლედ იმოგზაურებ აი ესე ფერადად. თუმცა ჩვენ დღეს არ ვაპირებთ ამის დაქირავებას, ხვალ ტურში შედის
ეს ყველაფერი რაც მოხდება ამ მანქანებით მოკლედ მოვივლით ქალაქში. ხო, მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩემი არხის სპონსორი გახლავთ PSP დაზღვევა, რომელიც აზღვევს ჩემს მოგზაურობას და არა მარტო ჩემს მოგზაურობას, აზღვევს ჩემს ჯანმრთელობას და აზღვევს ჩემს ავტომობილს. მართალია ესეთი არ მყავს, მაგრამ რაც მყავს, იმას აზღვევს. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი ავტომობილი, არ ვიცი, თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი მოგზაურობა. PSP დაზღვევა არის საუკეთესო არჩევანი და მადლობა მას, რომ შემოვიდა YouTube-ზე, დაინტერესდა YouTube-ით, ეს ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ ბევრი კომპანია ჯერ კიდევ თავს იკავებს YouTube-ში ჩადოს ინვესტიცია და გააკეთოს რეკლამა, ამიტომ დასაფასებელია ეს და მადლობა PSP დაზღვევას, რომ არის ჩემი არხის სპონსორი. მეორე დღეს ფერადმა მანქანებმა მთელს ჯგუფს პირდაპირ სასტუმროსთან მოგვაკითხეს. ამ ყველაფერზე კი ტურისტულმა კომპანია Around the World-მა იზრუნა. ერთმანეთზე უკეთესებია ყველა, ფერადი, ლამაზი, ფოტოგენური, რავი, კუბას რო უხდება ისეთია ყველა. ეხლა მე რომელი ფერი ავიღო მაგას ფიქრობ, პერანგს რომ მოუხდეს. არა, წითელი არ მომწონს. ჰოლა. ეგ არის მეგობრებო, გავნაწილდით მანქანებში და წავალთ ეხლა ქალაქისკენ. ნახავთ ქალაქის საინტერესო სანახაობრივ ადგილებს, სადაც ლამაზ ფოტო, ვიდეო მასალას გადაიღებენ ჩვენი ჯგუფის წევრები. Let's go. ეგ არის მოვედით პირველ ლოკაციაზე, სადაც ალბათ გადავიღეთ ძალიან ბევრ ფოტოს. მე ფოტოებს დიდად არ ვიღებ, მაგრამ ჯგუფის წევრები გადაიღებენ. 10 minutes here, walk around if you want. Okay, we have 10 minutes here. Yeah, that you can take picture of all the cars. მოკლედ 10 წუთი გვაქვს აქ რა, რომ ფოტოები გადავიღოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ფოტოს გადასაღებად ჰავანაში. განსაკუთრებით აი ის ჩე გევარას გამოსახულებით შენობა. და სხვათა შორის მან მაქვს გადაღებული ფოტო 6 წლის წინ. და ეს ადგილი არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი ტურისტებისთვის და ამაში დარწმუნდებით თავადაც, როცა დაინახავთ აი ამდენ მანქანას, ფერად მანქანას და ამდენ ტურისტს. საკმაოდ ფოტოგენური ადგილია სხვათა შორის და აი განწყობა არის იდეალური რა, კარგი ამინდი და აი ამ ფერად მანქანებს რო უყურებ არ ვიცი. შეუძლებელია რომ ცუდ ხასიათზე დადგენ. ეგ არის მეგობრებო, წავედით. აუ რა ცხელია სკამო. ერთი მინუსი ამ ყველაფერს ის აქ რომ მაგრა დაჭერს მზე. და ჩვენი ყველა მანქანა არის კაბრიო. მეგობრებო, თუ გინდათ კუბაზე მოგზაურობა, უკვე იცით რომელ ტურისტულ კომპანიასაც უნდა მიმართოთ. ჩვენ დაგეხმარებით ვიზის აღებაში, ჩვენ დაგეხმარებით სასტუმროების დაჯავშნაში, კუბაზე ბუკინგზე მაგალითად სასტუმრო არ არის რა, ვერ დაჯავშნით. მოკლედ დაგიგეგმავთ მოგზაურობას კუბაზე და არა მარტო კუბაზე, რა თქმა უნდა. ჩვენი Instagram და Facebook გვერდები იქნება აღწერაში. ამ პირდაპირ შეგიძლია ოფისში მობრძანდეთ ბახტერონის 11B არის ჩვენი მისამართი. ასე და ამგვარად უამრავი ფერადი ფოტოს გადაღების შემდგომ დავიძარით ჩე გევარას სახლ-მუზეუმისკენ. ამასობაში მოვედით ჩე გევარას სახლ-მუზეუმში. აი ეს გახლავთ მისი სახლი და აქვე არის ქრისტეს ქანდაკება. აი ესეთი და საკმაოდ კარგი ხედები იშლება ამ ადგილიდან ქალაქზე. აი ესე გამოიყურება ჩე გევარას სახლი. ვიყვება ახლა ისტორიებს, რომელსაც აგერ მე მოგიყვებით. ეს ერნესტო ჩე გევარას ოფისია. მეამბოხი ადამიანის, რომელიც არგენტინაში დაიბადა, თუმცა მთელი ცხოვრება უცხო მიწებისთვის იბრძოდა. ის 1950-იან წლებში ჩავიდა კუბაზე, სადაც ფიდელ კასტროსთან ერთად დაამხო ამერიკის მიერ მხარდაჭერილი დიქტატორი ბატისტა. ჩე გევარა კაპიტალიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. მას წამდა, რომ კაპიტალიზმი წარმოშობდა უთანასწორობას, შიმშილს და ჩაგვრას. და თვლიდა, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა იარაღის და ძალის გამოყენების გარეშე შეუძლებელი იყო.
კუბაზე გამარჯვების შემდეგ ის მინისტრად დაინიშნა. თუმცა თანამდებობა მალევე დატოვა. რადგან მისი იდეები და მიზნები გლობალური იყო და სურდა ბრძოლა გაეგრძელებინა იქ, სადაც ხალხი იჩაგრებოდა. ჩე გევარა შეეცადა კონგოსა და ბოლივიაში წამოეწყო რევოლუცია. თუმცა ბოლივიაში ის შეიპყრეს და მოკლეს. კუბელებისთვის ის სამართლიანობის, თავდადებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. აი, აქ ეძინა ჩეს. საკმაოდ პატარა ზომის აწოლი ქონია მოკრძალებული. ოუ, რა ხედებია. აი, ეს არის მეგობრებო, ჩე გევარა სახლის აივანი. და როგორც ხედავთ, ხედები არის საოცარი მთელს ქალაქზე. ჩეს სახლ-მუზეუმიდან პირდაპირ ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში წავედით. საკმაოდ ბევრი ვიარეთ ქალაქში და მოვედით ახლა რესტორანში. აი ეს გახლავთ რესტორანი, სადაც გვექნება ლანჩი. და მშვენიერი გარემოა რა, არაფერი დაეწუნება. კერძებსაც დავაგემოვნებთ და მაგასაც გეტყვით რამდენად კარგი იქნება. White House-ია ამ რესტორანს და კუბაზე არის საკმაოდ ისეთი რა, წონიანი რესტორანი. ფათაშორის წყალზე უნდა მეთქვა, წყლის დალევა თურმე უკანიდან აქ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში რა, თავიდანვე გაგვაფრთხილა გიდმა. რომ რაღაცა ძალიან მომწამლელია აქაური უკანის წყალი და ამიტომ არ დალიო თუ კი აქ ჩამოხვალ. მოვიდა მოკლედ კერძი, შევუკვეთეთ ღორის სტეიკი, რომელიც ესე გამოიყურება, ჯერჯერობით, რაც აქ ვართ. რო ვთქვა რომ აი ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვს და ძალიან გემრიელი საჭმელი აქვს და არა. დიდად რაღაცა ძალიან გემრიელი არაფერი არ მიჭამია. ნახოთ ახლა ეს როგორი იქნება. ნორმალურია რა. არ ძალიან ცუდია, არც ძალიან კარგია. და ფასებს რაც შეეხება, სადღაც $20 ღირდა ეს. ანუ ესე ტურისტულ ადგილებში შედარებით ძვირია ყვება. არა ტურისტულ ადგილებში გაცილებით იაფია. ამიტომ გადავწყვიტე არა ტურისტული უბნების გადამეღო და მეჩვენებინა თქვენთვის. რადგან ასეთ ადგილებში ბევრად მეტად შეიგრძნობ ამა თუ იმ ქვეყნის თავისებურებებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ არ იქნება ექსკურსია, არამედ ვაპირებ რომ მარტო გავიარო ჰავანას არაპოპულარულ ქუჩებში და გაჩვენოთ რა სიტუაციაა იქ. შეამჩნევდით ჩემს ფერად ჩასმულობას, რომელზეც იზრუნა US Polo. US Polo გახლავთ მეგობრებო, ჩემი არხის სპონსორი და შესაბამისად ზრუნავს ჩემს ესეთ ფერად ჩასმულობაზე, ისეთზე როგორიც უხდება კუბას. US Polo-ს ფილიალები არის თბილისი მოლში, East Point-ში და City Mall-ში ქავთარაძეზე. მოკლედ, ეხლა ვარ ჩვენს სასტუმროსთან და ვაპირებ ტაქსით გავიდე ერთ-ერთ საინტერესო უბანში. $10 კილომეტრზე ოდნავ მეტი 5 წუთის გზა არის. 5 წუთის გზა და $10 იტყვას. ანუ სადაც არ უნდა მიდიოდე, ტაქსის ფასი არის $10. ყველა $10 ხსოვს. მაღაზი ნაკლებად მე მგონი ჯერ არ გვიგზავრია და მოდი ეხა ვნახოთ, კი არა და შევეცადოთ რომ მაღაზი ნაკლებად თუ ვიგზავრეთ. აბსოლუტურად კოკო ტაქსით ხო არ დავიდეთ. Hello? $10? ანუ $10 ღირს ეს ტაქსიც. აქ მნიშვნელობა. სურო ზურგზე შეკისვარ, მაინც $10 ღირს. მოდი აბა შევამოწმოთ ცოტა მოშორებით, რამდენად იაფი იქნება. ამას ქვია კოკო ტაქსი, ესე ეძახიან აქ და საკმაოდ გავრცელებული ტრანსპორტია. Hola. $10? Every we are 10. ყველგან, სადაც უნდა წახვიდე $10 ღირს, ამიტომ ანუ იქაც ვიკითხეთ, აქაც ვიკითხეთ, არ აქვს მნიშვნელობა. ყველგან $10 ღირს. ავედით. გამოვედით იქ, სადაც ტურისტები ძირად არ დადიან. ტურისტებისთვის უკვე ვიცით, რომ რესტორანში მინიმუმ 10-15-20 გვიჯდება ერთი ჭამა. ხოლო ნახოთ ადგილობრივები რა ფასად იკვებებიან აქ და რა სჭამენ. ამიტომ მოვედით ახლა აქ, სადაც იყიდება პიცა და სადაც ყველაზე დიდი რიგი დგას. მოდი რა, მეც ვიყიდი ამ პიცას და დავაგემოვნებ. საინტერესოა რა დაგვიჯდება და საინტერესოა როგორი გემრიელი იქნება. $1? $2.50. Thank you. ეხლა დავაბი $1-ზე იაფია. 60 ცენტი ღირს პიცა. სადღაც 70-60 ცენტი. 20 წუთია ველოდებით მეგობრებო ჩვენს პიცას და მას შემდეგ უამრავი ადამიანი მიდი მოდის აქ. საკმაოდ პოპულარული ადგილია როგორც ჩანს. ყავასაც ყიდულობენ, ბურგერებიც აქვს. ბურგერი ღირს სადღაც 80 ცენტი. მოკლედ იმდენმა აიღო ყავა სანამ აქ ვდგავარ, რომ დავინტერესდი მეც და უნდა გავსიჯო. 70 ცენტიანი პიცა მეგობრებო და ყავა ღირდა 30 ცენტი.
ანუ $1 გულაობთ. მოგითხრა რომ ეხა ძალიან გემრიელია მოგატყუებთ, მაგრამ თავის ფაში ოკეია რა. აი პიცა და ყავა ეხა ერთმანეთზე არ უხდება, მაგრამ არა უშავს მოუხდით. აგვიმარჯოს. ყავა კარგია, პიცა ისე რა. აი დავლიოთ ეხა. მოვიხოდოთ და გავაგრძელოთ გზა. Sudorosos acá, la pista está hirviendo, pero te destaca mamá, brillando como una estrella, mira qué bonita está, escucha el coro mamita, que te voy a dar. Დავით მაო, ქუჩას ვერ ნახავ, სარიელს. რაც მოვდივართ, სულ ასე ხალხით არის ავსე ეს ქუჩები. გამოსული არიან ქუჩებში, ზოგი უბრალოდ ზის, ჭორაობენ, საუბრობენ, ბავშვები თამაშობენ. არ ვიცი, აი ძალიან ფუსფუსია, ძალიან ხმაურია, ძალიან მაგონებს 90-იანებს აკაურობა, მაშინაც მახსოვს ძალიან გვიჭირდა ყველას და გარეთ ვიყავით ხოლმე ძალიან ხშირად რა. აქაც ეგეთი სიტუაციაა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ, მაინც მხიარული სიტუაციაა, ძალიან სიფერადია და ძალიან სილაღია. თუმცა ამ სიფერადის და სილაღის მიღმა ამ ადამიანების ცხოვრება უამრავი სირთულით და გამოწვევით სავსეა. კუბაზე მოსახლეობის საშუალო ხელფასი თვეში $20-30 არ აღემატება. უამრავი ოჯახისთვის ნორმალური კვებაც კი ფუფუნებაა. ხშირად წამლების და ჰიგიენური საშუალებების დეფიციტია ქვეყანაში. ინტერნეტი ძალიან ცუდად მუშაობს და თან საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა. ბანკებში, მაღაზიებში და სხვადასხვა დაწესებულებებში მოსახლეობას ყოველთვის რიგში დგომა უწევს. აღერა ამბავი ხალხია. სადაც დავდივარ ეხა ამ ქუჩებში, ძალიან ბევრგან არის ესეთი რიგები. ბანკომატებთან დგას ამხელა რიგები. ამდენი პრობლემის, უამრავი დისკომფორტისა და რთული ცხოვრების მიუხედავად, ამ ადამიანებს მაინც შეუძლიათ იყვნენ მხიარულები და ლაღები. Kiva is good. It's but good. Have little problems. Little problems. Yeah. But people are very happy here. Yeah, Everyone. Even the problem we can smile. The problem in some fight and happiness first. Happiness first. Happiness first. Even you have problem, Even the problem. happiness first. Happiness first. Yeah. Thank Sure, you. bro. Yeah. Have a good day. Have a good day. ხალხი დიდად რო გითხარო ხა ყურადღებას იჩენს ჩვენს მიმართ არა, მაგრამ თუ ვინმე იჩენს ჩვენს მიმართ ყურადღებას, ყველა პოზიტიურად და დადებითად არის განწყობილი. არის ხოლმე რა კითხვები, რომ აი სახიფათოა თუ არა კუბა. მე აქ სახიფათოს ვერაფერს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ხიფას ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება გადააწყდე, თუმცა ესე ზოგადად რო ავიღოთ, რა ვიცი რა, ხიფათი არ იგრძნობა საერთოდ. ამ ქალაქში ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ჩვენთან ბნელ 90-იანებში. უშუქობა ბირჟები უბნებში, გაუთავებელი რიგები, სუპერმარკეტების არარსებობა, ნაგავი ქუჩებში, მინიმუმ თითო გაფუჭებული 0-სემია 0-6 თითო უბანში და ასე შემდეგ. ჩემს ბავშვობაში ყოველ დილით ზუსტად აი ასე ყიდულობდა ხოლმე ჩემი მეზობელი პურს იქვე კორპუსის ჯიხურიდან. ქალაქში თითზე ჩამოსათვლელი სუპერმარკეტია, რომლებიც ბოლო წლებში გაიხსნა და რა თქმა უნდა, აქაც უდიდესი რიგები დგას. ეს არის უზარმაზარი სუპერმარკეტი, თუმცა ძალიან დიდი რიგი დგას. ანუ რაღაცა რაოდენობის ხალხი რო გამოდის, მერე უშვებენ დანარჩენებს. მოდი შემოვყავ. გამოსასვლელი და შემოვიპარე და დაცვამ არაფერი არ გითხრა, ეს იმიტომ რომ კამერა გვიჭირავს. შემოვდვერი თავ სუპერმარკეტში ავსთით უზარმაზარ რიგს და მოდი ვნახოთ რა ხდება. ესეთი სუპერმარკეტი მე რო ვიყავი 5 წლის წინ ამ ქვეყანაში საერთოდ არ იყო. როგორც ჩანს ეს არის ახალი გახსნილი და ხედავთ რა რაოდენობის ხალხია აქ. დოლარებში იყიდება, ყველაფერს დოლარი აწერია. აი ეს ხა ღირს $13 და 75 ცენტი. დიდი ნუტელა. ჩვენთან არ ვიცი რა ღირს. $15. $5 ჩიპსი.
ტუბორგი, ლუდი, $1 და 60 ცენტი. რაც უდია რომ ლუდი არ გყავს არა სპონსორი. თორე ეხა დალევდა კაცი. ერთ-ერთი რაც ამ ქალაქში არის ყველაზე დიდი პრობლემა, ეს არის წამალი, ანუ წამლები დიდად არ იშოვება. ქუჩაში ხშირ შემთხვევაში წამლებს ასეთ მდგომარეობაში ყიდიან და როდესაც ჩვენი კამერა დაინახეს, გადაღების უფლება არ მოგცეს. პარაცეტამოლი ღირს $1 და იყიდება ესეთ მდგომარეობაში, დაინახეთ როგორშიც. ჩვენი ჯგუფის წევრებს პარაცეტამოლები იმდენი აქვს წამოღებული რომ რა ვიცი. არა ნუ აი საჩვენებლად ვიყიდე რა. უკვე ახლოს ვარ ცენტრთან, გამოვიწიეთ ცოტა. და როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ნაგავიყრია აქ, მაგრამ თიად არ მიკვირს. ისეთი ქვეყნები მაქვს ნანახი და ისეთი ქუჩები, რომ ეს აღარ მიკვირს. თან ესე ერთად არის მოგროვებული და დანარჩენი ქუჩები ასე თუ ისე მაინც უფთაა რა, ეს უნდა აღინიშნოს. უბრალოდ ესე ყრია ერთ ადგილზე ეს ნაგავი და ალბათ დიდი ალბათობით რავი გაიტანენ. და გადმოვინაცვლოთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს არის ქუჩა, სადაც შეხვდებით ძალიან ბევრ კაფეს, სუვენირებს და ასე შემდეგ. და აქ შედარებით მეტი ტურისტი მოძრაობს. უამრავი სუვენირის მაღაზია შეგვხვდა გზად, მაგრამ ეხლა მოვდექი ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდ არჩევანს. უამრავი მაგნიტია მაცივრის, 1000-ნაირი, სხვადასხვა ზომის და სხვათა შორის ძვირი არ არის რა. ეხლა მაგალითად ეს ღირს რაღაც 70 ცენტი. და ყველაზე სასიამოვნო ის არის რომ ეხლა ხო რა გვათვალიერებ რაღაცებს, ტურისტი ვარ. არავინ არაფერს არ გეუბნება რა, ეს იყიდე, ის იყიდე, ეს ხო არ გინდა, აბა რა გინდა. ანუ შეთვის ყნარა თქვა დათვალიერებ, კაცი შვილი ხმას არ გცემს. ძალიან კაი სუვენირებია რა. ხო ძალიან კაი სუვენირია. თუ კი ოდესმე ამ ქვეყანაში მოხვდებით, აუცილებლად გამოცდით ტურისტულ ადგილებს და მსგავს არაფრით გამორჩეულ ქუჩებში იხეტიალეთ. თუნდაც უმისამართოდ. გამოელაპარაკეთ ადგილობრივებს, ეთამაშეთ ბავშვებს. სწორედ აქ იგრძნობთ ნამდვილ კუბას. ამ ადამიანებისთვის ძირითადი მამოძრავებელი ძალა მუსიკაა, ამიტომ ყველგან აივნებსა თუ პარკებში, სანაპიროებსა თუ ქუჩებში ჟღერს მელოდია. მელოდია, რომელიც ამ ქვეყნის სულის ნაწილია. ეს ვარადეროა, კუბის ყველაზე ცნობილი და განვითარებული საკურორტო ზონა, რომელიც ჰავანადან სულ რაღაც 2 საათის ავაგზაზია. ვარადერო თავისი თეთრქვიშიანი სანაპიროები და ფირუზისფერი წყლით უამრავ დამსვენებელს იზიდავს მსოფლიოს ყველა წერტილიდან. ჰავანაში 5 დღიანი მოგზაურობის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯგუფი ვარადეროშიც ჩამოვედით. რათა ტურის ბოლო დღეები აქ დასვენება განპირთვაში გაგვეტარებინა. ჩამოვედით მეგობრებო ვარადეროში, სადღაც 2 საათი დაგვჭირდა გზაზე, ოდნავ მეტი. პირველ რიგში ნომერს გაჩვენებთ და მერე დაგათვალიერებინებთ მოკლედ ამ სასტუმროს. ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში ვიმყოფებით. ამოვედი ნომერში და მოდი ახლა დაგათვალიერებინებთ. საკმაოდ კარგი ნომერია, ნათელი, დიდი ზომის, სუფთა, მოწესრიგებული. თუმცა რაც ღირებულებას აძლევს ამ ნომერს, ეს არის ხედი. გვაქვს უზარმაზარი აივანი და გვაქვს პირდაპირ ხედები ულამაზეს კარიბის ზღვაზე. და ნუ ეს აუზი და მთელი ეს სასტუმროს ტერიტორია არის ჩვენს თვალთახედვის არეში, შეიძლება ითქვას. და ჩვენი ჯგუფის თითოეული წევრის ნომერი არის მსგავსი. ასე რომ ასეთ ჯგუფურ ტურებს ვაკეთებთ ჩვენ. საუკეთესო სასტუმრო ავარჩიეთ ვარადეროშიც. არა მარტო ჰავანაში, არამედ ვარადეროშიც. მეგობრებო, სანამ გემრიელად დაგათვალიერებინებთ ამ სასტუმროს იქამდე, ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, იმიტომ რომ 9 მილიონამდე უნდა ავიდეთ, 9 მილიონი გამომწერი უნდა გადავკეცოთ. Melia International ვარადერო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრემიუმ კლასის რეზორტია მთელს კუბაზე. აქ ყველანაირი კომფორტია შექმნილი იმისთვის, რომ იდეალურად დაისვენო. ნახეთ მეგობრებო, რამხელა რეზორტია. უდიდესი სასტუმროა. მოდი აუზებით ვნახოთ და სანაპიროსკენაც გავიდეთ.
აი ნახეთ რა მხელა აუზია. ეს ერთი აუზი, აქეთ მეორე აუზი და აქ უკვე გავდივართ სანაპიროზე. ნახეთ რა ლამაზია. ანუ არანაირი ფილტრი, ფერების აწევა ამას არ ჭირდება. ულამაზესი ფერია. მე მგონი რომ ამ სანაპიროს ჩემი კომენტარები არ ჭირდება. თუ კი ჩამოხვალთ კუბაზე, ავი 2-3 დღე აქ უნდა ჩამოხვიდე და დაისვენო რა. სწორედ აი ასეთი სანაპიროების გამო არის ვარადერო საკმაოდ პოპულარული კურორტი რა არის, კურორტი. და ყავს უამრავი დამსვენებელი. რა თქმა უნდა, ეხა აქ სერვისები ისეთი დახვეწილი ვერ არის როგორც ანტალიაშია, თუმცა კუბას ყვალობაზე მაინც კარგი სერვისია, კონკრეტულად ამ სასტუმროს გულისხმობ. ხა სხვაში არ ვიცი როგორ არის. კარგი მომსახურებაა. ყვება რა თქმა უნდა გვაქვს სამჯერადი და მაგ ყველაფერსაც გაჩვენებ. ესეთ საინტერესოდ გაიხსნა სამზარეულო მეგობრებო. აშით გვეგებებიან. აიხარეთ. ეს გახლავთ ხილის არჩევანი. აქეთ არის ნამსხვრები, სხვადასხვა კბილეული, აქ ხორცი იწება, აქეთ სხვადასხვა კერძები. აქეთ უკვე თევზის სექციაა და თევზი იწება და სხვადასხვა ზღვის პროდუქტი. ვარადეროში სანახაობრივი, ეხა ისეთი არაფერი არ არის, ეს დასასვენებელი კურორტია, თუმცა არის ერთი ადგილი, რომელსაც ყველა აქ ჩამოსული სტუმარი ნახულობს და ეს არის ალ კაპონეს სახლი. სადაც ეხა მივდივარ და თქვენს გაჩვენებთ. ალ კაპონე house. How much? 15. 15? ხო, აქ უფრო ძვირია ტაქსი ვიდრე ჰავანაში. 12 წუთის გზაა რა, სახლამდე და $15. Cielito lindo, vienen bajando un par de ojitos negros, cielito lindo de contrabando de la Sierra Morena, cielito lindo, vienen bajando un par de ojitos negros, cielito lindo. მოვედით ალ კაპონეს სახლში. ესე ჩვენი ალ კაპონეს სახლი, რომელიც დარწმუნებით არავინ იცის მართლა ალ კაპონეს ეკუთვნოდა თუ არა, ესეთი ხმები დადის და ლეგენდები, თუმცა ეს ლეგენდები გამოგონილია თუ ნამდვილია არავინ არ იცის. ასეა თუ ისია, ცნობილი ადგილია ვარადეროში და შევიდეთ ნახოთ. De la Sierra Morena, cielito lindo, vienen bajando un par de ojitos negros, cielito lindo de contrabando. შვენიერი სანაპიროა აქვე, როგორც კი გამოხვალ ამ სახლიდან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აქედან ჩემს სპონსორებს. ასლას გენერალურ სპონსორს PSP დაზღვევას, რომელიც აზღვევს ჩემს მოგზაურობებს და არა მარტო მოგზაურობებს და ასევე US Polos, რომელიც ზრუნავს ჩემს ჩასმულობაზე. ძალიან მიხარია, რომ YouTube-ით ინტერესდებიან კომპანიები და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ და კიდევ უფრო მეტი კომპანია დაინტერესდება YouTube-ით, ჩემი არხით, სხვა არხებითაც, ძალიან ბევრი კარგი არხია ქართულ YouTube-ში. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ თანამშრომლობისთვის ვარ ღია, ეს იქნება ერთჯერადი თანამშრომლობა თუ ეს იქნება სპონსორობა, ჩემი არხი ღია. ესეთ კონტენტს, რომელსაც მე ვაკეთებ, დიდი ფინანსები ჭირდება. სწორედ ამიტომ ჭირდება გვერდით კომპანიები, რომლებიც ფინანსურად დამიდგებიან გვერდში. რაც მეტი სპონსორი იქნება და მეტი დაინტერესება, მით უფრო საინტერესო და კარგი კონტენტი დაიდება ამ არხზე. მოდი მეორე სართულზე წავიდეთ, ნახოთ რა ხდება. აქაც მაგიდებია, როგორც ხედავთ და აქეთ გვაქვს აივანი. და ულამაზესი ხედები. კაი გემოვნება ქონია ჩვენ ძმას ალ კაპონეს. თუ მართლა ეს მისი სახლია, ინტერნეტში ვერ ვნახე რაიმე დამადასტურებელი მოწმობა. მე რო ვიყავი აქ რამდენიმე წლის წინ, ყავდათ ყანჩები თუ რაღაცა დიდი ფრინველები რა და ძალიან ლამაზი იყო. უამრავი ხალხი იყო. მაგ ყანჩებთან იღებდნენ ფოტოებს.
აი ხა რაღაცა ჩამყუდარი მეჩვენება, არ ვიცი, ძალიან ადრე მომივიდა მოსვლა თუ აღარ არიან ეგ ფრინველები, არ ვიცი. აი, დავბრუნდეთ, მე მგონი ჯობია ეხა სასტუმროში. ამასობაში დაიწყო მეგობრებო ქორწილი. ჩვენს ჯგუფის წევრებს აქვს ქორწილი და არც მეტი არც ნაკლები ვარადეროს სანაპიროზე იქნება ეს საქორწილო ცერემონია. Give me your strength and show me your weakness. We're in this together now. We're in this together now. Give me your love and tell me your secrets. 'Cause we're in this together now. Yeah, we're in this together now. No, 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 no. ეგარი. მივემგზავრებით ახლა აეროპორტისკენ. წინ ძალიან დიდი გზა გვაქვს თბილისამდე, სადღაც აქედან აი ამ წუთიდან 30 საათში ვიქნებით თბილისში. იმედია თქვენ ისიამოვნეთ ამ ვიდეოთი. ძალიან მიხარია რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, აუცილებლად შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით. აგერ მაგალითად ახლა პიცა გერს 250 პესო. 250 პესო რამდენი? ნამდვილად. ნუ გააყოლე შემოძმაო კამერა. No massage. No. Massage for. მასაჟე no. Happy end? საკმაოდ მართლა აია. ანუ ისიც რა ჩანდეს რა. No? აი ესე მეგობრებო, აი ჩემ ახალაში არ ვიცი კიდე გავაჯმევინე. საათ ჩავჭდი აბა. ეს ჩვენია? ჩვენიაო? ანუ საჯდომა შეიძლება. კი, ოღონდ ჯიშ. მიდი. სანად გამოგანი. ვითომ ჯაბასტოლი ვარ რა. Ой, რატომ ადაბლეთ? ცოტა ჩაიკუ